საღამოს შვიდობისა ყველას მეგობრებო, მოგესალმებით. 21-დან 23 მარტამდე ჩვენ შეკრებაზე მინდა ვისაუბრო. შემომიერთეთ და დავიწყებ საუბარს. მანამდე კი იუთუბერებს ვთხოვ, რომ გააზიარონ ვიდეო და დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მიდგა ხართ და ვინც ძალიან კარგ კომენტარებს მიწერთ და აი ძალიან საყვარელები რო ხართ. ჩემი ცუკრუმელები რო ხართ. მოგესალმები შემომიერთნენ. ასევე Facebook-ელებს მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ სასიამოვნო კომენტარისთვის, ყველა იმ აქტიურობისთვის, რომელიც თქვენ ჩემი გვერდისთვის გასწიეთ. და იუთუბერებსაც მინდა ასევე დიდი მადლობა გადაუხადო აქტიურობისთვის. ვიდეოების გაზიარებისთვის, საკმაოდ იზრდება არხი, ესე იგი 2750-მდე ფოლოვერი მყავს უკვე YouTube-ზე, გამომწერი, შეგიძლიათ თქვენს გამოიწეროთ მეგობრებო, Facebook-ელებო, ამით უფრო გააძლიერებთ არხს და უფრო მეტად პოპულარულს გახდით და უფრო ბევრ ადამიანს მიუვა ის თემები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ Facebook-ზე თუ YouTube-ზე. მოკლედ 21 მარტს ჩვენ 17 საათზე ვიკრიბებით ჯვარზე, ეს არის მცხეთაში ჯვრის მონასტერზე და აქ შევიკრიბებით ყველა ის ადამიანი, ვინც პრინციპში დაინტერესებულია თუ რა ხდება 22 და 23 მარტს ჯვარზე. გავარკვევთ, გავიცნობთ ერთმანეთს, გადავინაწილებთ როლებს, ვინცად რა როგორ გადაინაწილებს, ახლა ყველა ინდივიდუალურია და 22 და 23 მარტს უკვე ჩვენ შევიკრიბებით დიდ ძალი ლაშქარი. მოკლედ მე გავაცხადე ადრე თუ გახსოვთ, რომ ჩვენ გვეცმევა ტრადიციული სამოსი, მე მეცმევა წმინდა ნინოს კაბა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დავფიქრდი ამაზე და ხალხი რომ არ დაბრკოლდეს ამის გამო, რომ ვთქვათ ვერ შეიკერავს ტრადიციულს, ვერ ჩაიცვავს ტრადიციულს, მოდი ესე ვთქვათ, ვინც როგორ უნდა რომ მოვიდეს, ანუ ვისაც როგორ უნდა რომ ჩაიცვას, ისე ჩაიცვას. ანუ არ არის აქ მნიშვნელოვანი რა გეცმევათ, მართლა არ არის მნიშვნელოვანი და არც ის არის მნიშვნელოვანი ჩვენ საჭმელს მოვიტანთ თუ არ მოვიტანთ. იმიტომ რომ ეს ზეიმი არის აბსოლუტურად აღმატებული ზეკაცის ზეიმი და ზეკაცები მუცელზე ნაკლებად ზრუნავენ. აქ უფრო მნიშვნელოვანი იქნება იმ თემების გაჟღერება, რა თემებით ჩვენ გვაინტერესებს, მაგალითად რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს საკეთილდღეოდ რამე მოხდეს, დაიწყოს ძვრები, ხო? მაგალითად ვის რა იდეა აქვს, რა იდეის გაჟღერება სურს. არსებობს სხვადასხვა პროექტები, მაგალითად არის გაჭარავას პროექტი, არის ჯორჯაძეს პროექტი, არის სხვადასხვა ადამიანების პროექტი, ასევე მე მაქვს ჩემი პროექტი, ასევე სხვაებსაც აქვს თავისი პროექტი, ყველამ თავისი პროექტი წარადგინოს და გადაუზიარეთ მეგობრებს, რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხი მოვიდეს და აი ამ რუსთაველზე რა დავდგეთ და ვიყვიროთ, რომ გადადექიო, ვიყვიროთ, ავიდეთ, კი არ ვიყვიროთ, ავიდეთ ერთმანეთს გავუზიაროთ ის იდეები, რაც გვაქვს ჩვენ საქართველოს გადარჩენისთვის. ხომ დავინახეთ, რომ აქამდე ვერც ერთმა პოლიტიკოსმა, ვერც ერთმა ოლიგარქმა, ვერც ერთმა უწმინდესმა და უნეტარესმა ვერ შეძლო ის, რომ საქართველოს საკეთილდღეოდ რამე სიტყვა გაიყოს, სიტყვა, გეგმა, რაღაცა გეგმა რო კონდეს. ერთადერთი სხვადასხვის ესეც მეუფე ქრისტეფორესთან მქონდა საუბარი, ერთადერთი ვითომ დემოგრაფიული ზრდის მიზნით ილია მეორემ ბავშვების გაჩენა მესამე შვილის მონათლა გადაწყვიტა და იმაზე კი არ დაფიქრებულა ხალხი, რომ ეს ერთი სიკეთე რო კეთდება, მეორე ფუჭდება, ხო? მეორე რა ფუჭდება? ესენი ან ინცესტში უნდა იყვნენ,
ან კიდე ერთმანეთს არ უნდა დაქორწინდნენ, ხო? ესე იგი გამოდის რა, რომ 58,000 ადამიანი ახალგაზრდა წარმოიდგინეთ, დავკარგეთ ჩვენ. იმის მაგივრად, რომ ღვთისშვილები ყოფილიყვნენ და რქმეოდათ ღვთისშვილები, ქვიათ პატრიარქის შვილები, პატრიარქის გამო გაჩენილები არიან ეგენი და ღვთის სახელზე კი არ არიან გაჩენილი, პატრიარქის სახელზე არიან, ილია მეორის სახელზე არიან გაჩენილები და არ აქვთ ერთმანეთში დაქორწინების უფლება. ამიტომ მეგობრებო, ერთი სიკეთე რო კეთდება, ერთი სიკეთე რო კეთდება, ცოტა შორს უნდა გავჭირდეთ, რომ მეორე არ დავაზიანოთ ამ საქმით, ხო? ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ და ვიბაასოთ. კარგია ეს გეგმა? თუ არ არის კარგი. პირველ რიგში რაც მოხდება, ჩვენი გაცნობა მოხდება. მე მაგალითად არც წმინდა ნინოს კაბას არ ჩავისმევ, კაცო, გამანებით თავი ხა იმას მოყვება კიდე ჭორები, რომ წმინდა ნინო გონია თავი და ესეთ რაღაცები. მე ჩავისმევ უბრალოდ დედაჩემის მოქსოვილ ძალიან ლამაზ პალტოს და ჩემი მეუღლე ჩაისმევს ჩემ მოქსოვილ პალტოს, მანტიას, რა ვიცი რა ქვია მაგას. ჩემოსაცმელს. ხო და გაზაფხულის ყვავილივით ყვითელი ვიქნები მე და ჩემი მეუღლე იქნება წითელი. ასე რომ მაგაზე არ იდარდოთ თქვენ რას ჩაიცმევთ და რას არ ჩაიცმევთ. იქ ღვინოს მოიტანთ თუ არ მოიტანთ. მოდი, აი ეს კუჭის საქმეები დაუტოვოთ კუჭისტებს და ჩვენ ვიაზროვნოთ და უფრო მაღალ ფარდოვნულ რაღაცებზე ვიფიქროთ, სააზროვნო აზრები გავაშღეროთ. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ეროვნული მოვა იქ, ალბათ ეროვნულები, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ვინც საკუთარი ქვეყნის ისტორიით არის დაინტერესებული და გუში რომ ვამხილემე ქართველიერი რომ უნარო არის და უნარი აქვს დაკარგული, ეხლა გამოჩნდება, გვაქვს თუ არა ეს უნარი შეძენილი. ვართ თუ არა უნარიანი იმისა, რომ რამე სიკეთე მოუტანოთ საქართველოს. ჩვენი ძალებით, არა ვიღაცას ველოდოთ და მოვიდეს და ვიღაცა სახელმწიფომ გადაგვარჩინოთ. ჩვენ ვერ რომ გადავარჩინოთ ჩვენი თავი. ამის უნარი თუ გვაქვს ჩვენ, ფიქრის უნარი მაინც თუ გვაქვს. ხო და ეხლა მეორე საკითხი არის, მეგობრებო, რაზეც დღეს მომივიდა ეს აზრი და ალბათ თქვენთანაც უნდა გავიარო. კარგი იქნება თუ თქვენ კომენტარებში დამიწერთ. რას ფიქრობთ? მაგალითად, მოვიდა იქ პოლიცია და იკითხა, რომ აი აქ რა ხდება, რა ყრილობა. ნუ ვინ გააკეთეთ და საბოლოო ჯამში მე ვარ ხო ამის თავი და ვიტყვი რომ მე გავაკეთე. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ადგა ეს პოლიცია და წამიყვანა და მითხრა წამოდი ახლა ამის უფლება არ ქონდა. თქვენ რას იზავთ ამ დროს? ანუ მე კი ვიცი რასაც ვიზავ, მაგრამ თქვენ რას იზავთ ამ დროს? ანუ რა ხართ მომზადებული ამისათვის, რომ რა უნდა გააკეთოთ მერე? აბა თქვენ კომენტარებს ველოდები. აბსოლუტურად თავისუფალია ყველა. და თუ კითხვები გაქვთ ჩემთან, დამისვით კითხვებით და მე გეტყვით, მოგაწვდით აზრებს, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ამის მერე, თუ კი თქვათ იქ პოლიცია მოვიდა, პოლიცია იქ არ მოვა, უშიშროება თუ მოვიდა და უშიშროება თუ დამატყვევა ვთქვათ, ხო? მე მაგის არ მეშინია და არც თქვენ გეშინოდეთ მაგის, მაგრამ არის მაგის 80% შანსი, რომ მართლაც ისე მოხდეს. თუ იქ ვიღაცამ რაღაცა გააჩმახა, იქ ის რაღაცა გააკეთა, იქ იმანის ცემა თუ რა ვიცი, ხო იცი ხოლმე როგორც ხდება ხოლმე რა, ხალხმრავლობაში. ამ შემთხვევაში შეიძლება უშიშროებამ იხელთოს დრო, რაც ძალიან უნდა და ცაკ წამიყვანოს. აბა თქვენ რას იზავთ ამ დროს? ჩემის აზრით, მე ხა ვიფიქრე რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა. ნუ ეხლა მე ლაივს ვეღარ ჩავწერ, იმიტომ რომ ტელეფონი აღარ მექნება. ჩემი მეუღლე შეიძლება ჩემი მეუღლემ ჩაწეროს ლაივი, მაგრამ თქვენგან არც არ ვიცი რომელი ხართ ეხლა ძალიან აქტიური სოციალურ ქსელებში, რომ გააჟღეროთ ეს, რომ
თქვათ რაღაცა მოხდა ეს უსამართლოდ დაიჭირეს ვიღაცა თამარი მაგალითად მე ამის მოლოდინში ვარ ანუ არის ამის რეალური შანსი რომ ესე გააკეთო ხო და აბა მაინტერესებს ერთი თქვენგან რა თქვენ თუ ხართ მზად ამისთვის თუ ნაზიშამანაურივით მარტო მე ვიყვირო და ხალხს ვიცავდე და ის ხალხი მერე დაიმალოს ჩემს გასვენებაზეც ანუ ნაზიშამანაურის გასვენებაზეც რო ვერ მივიდნენ ხალხი იმის შიშით რომ რამე არ გვიქნას მთავრობამო ეგეთები იმედია აქ არ მყავხართ უпростოდ იმედია თქვენ რჩეულები ხართ და იმ შიშარა ხალხს ნაკლებად გავხართ რომელიც ნაზიშამანაურის ამბავზე დაიმალა სოროებში შეძვრენ ვირთხები და ქართველებისთვის მე არ ვაკეთებ ამას მეგობრებო თქვენ გონიათ რომ მე ქართველებისთვის ვაკეთებ აი ამ რაღაცას არა ეგ ტყუილია დაივიწყოთ მე ვაკეთებ ამას ერთადერთი უზენაესი პატრიარქისთვის იესო ქრისტესთვის აი ამისთვის ვაკეთებ ჩვენ ვინც იესო ქრისტეს უზენაეს პატრიარქად ვაღიარებთ უწმინდესად და უნეტარესად იქ მოვა და გამიცნობს და ვისაც შეეშინდება და უკანაში ჩაესრება უკაცრავად იმის შიშით რომ ვაი არ დამიჭირონ და ვაი ეს რა სექტაა და ვაი ის რა არის და რაღაცები ის ქედარჩება იმ მონობაში რა მონობაშიც იყო დღემდე და არ გაუჭირდება მიჩეულია უკვე ხო და დღეს მაგალითად ერთი პირადში მწერს რა ერთი და მეუბნება რომ შენს ვიდეოს ვუყურავ ხა ადამიანია რომელმაც წესით უნდა იცოდეს რა ხდება სახელმწიფოში და შენს ვიდეოს ვუყურეო და ვნახეო პატრიარქს როგორ ილია მეორეს როგორ გამოხოდიო რა ანუ მიუხედავად იმისა რომ მეც არა ვარ დიდი ფანიო ამისო იმისო მაინცო მოხუცი კაციაო რა და ესე რომ პირდაპირ ესე უთხარიო ცოტა შემეშინდაო და აღარ დაგიკავშირდიო მერე მინდა გითხრათ ასეთ ხალხს რა ადამიანი რო დედას წინიდან და უკნიდან გიზავს ხო აღარ ვიტყვი რა ცოტ სიტყვებს საქართველოს იმენა გაასწორებს მიწასთან პრეზიდენტს მოგიკლავს იმ პრეზიდენტს რომელმაც დამოუკიდებლობა მოგიტანა ისეთ სისტემას დალოცავს რაც როგორმა სისტემაც ნაზიშამანაური აწამა და მერე საბოლოოდ კუბოში ჩადო ხო ამის ასაკი აი ერთი ადგილი რომ მქონდეს კაცი რო ვიყო ვიტყოდი ამაზე მკიდია მეთქი რა ამის ასაკი აბსოლუტურად გასათვალისწინებელი არ არის ასეთი ადამიანის რომელიც საქართველოს დედას ვნავს ხო აღარ ვიტყვი ცუც სიტყვებს აჰა აი ჭკვიანი გოგო ვარ უკვე ბიჭო მე ამ ხალხის ვერ გამიგია რა ესე იგი ადამიანი რომელმაც პირდაპირ შახაბასმა ვერ უქნა ის საქართველოს რაც ილია მეორემ გაუკეთა საქართველოს რა და კიდე ამის ასაკი უნდა გვაინტერესებდეს ჩვენ და ამის ასაკის გამო არ უნდა ვამხელდეთ იმ სიტყვებით რა სიტყვებითაც ღირსია ეგ ამ სიტყვების ღირსი კი არა ლანძღვის წყევლის და გინების ღირსი კი არა ეგ ჩამოსახრჩობია დასახვრეტია როგორც დახვრიტეს მაგათმა ის თვითმფრინავი ვინც გაიტაცა ის ახალგაზრდები და მათ შორის ერთ-ერთი მღვდელი როგორც მაგათმა აწამეს ნაზიშამანაური როგორც მაგათმა მოკლეს ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა როგორც მაგათმა საქართველოს აბსოლუტურად ყველა წიაღისეული რაც ქონდა და ღირსეული გაუყიდეს დაუჯიჯგნეს ქართველების საქართველოსთან გაყარეს დედების შვილებს დააშორეს
და იმდედების ხარჯზე ეკლესიები ააშენეს აქ ხალხო და ჯიპებს მოაჯდნენ. და თქვენ კიდე გინდათ რომ კარგით რა, აი ძალიან გთხოვთ რა. ვიცი რომ ამის დრო არ ექნება იმ ადამიანს, ვინც მე მომწერა პირადში, მაგრამ ვინც ისეთი ადამიანი ხართ რა. აი როგორიათ თავი ძალიან მაგარი კულტურულები. ძალიან გთხოვთ რა, თქვენი სიჩუმე არის ღალატის ტოლფასი, იცოდეთ რა. თქვენ ხართ ყველანი საქართველოს მოღალატეები, ვინც ხმას არ იღებს ამ უსამართლობის წინააღმდეგ და რაღაცა იმით გამოდიხართ, რომ აი მოხუცებულია. მოხუცებული კი არა, ბიჭო. ყარს ისეთი საქმეები აქვს ჩადენილი საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის. და მე კიდე მოხუცებული, რაღაცი იმან რა ქვია, ასაკმა უნდა დაიცვას ახლა ადამიანი, რომელმაც საქართველოს დედა უტირა. ასაკმა, მაგისმა ასაკმა მე უნდა რაღაცნაირად პატივმაცე მინოს. თქვენ ხوار გამოშტერდით მართლა რა. ხო, მანდ ლექტორებო, მანდ რო ზიხარ და ვითომ რაღაცეებს რო უყვებით, აშტერებთ ამ ახალგაზრდა სტუდენტებს. თქვენ გესაუბრებით ახლა. შემოქმედებო, შემოქმედი მოღვაწე პირებო, შემოქმედებით მოღვაწე პირებო, პოეტებო, მსახიობებო. რა ვიცი, ვინც რაც გინდა ის დაერქვით, მხატვრებო, მწერლებო. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ თქვენი სიჩუმით უკეთეს აკეთებთ, ვიდრე ჩემი გინება იმის წინააღმდეგ, ვინც საქართველოს დედა უტირა? თქვენ ეს გინდათ, რომ მე დამაჯეროთ იმაში, რომ პატივი ვცე, იმიტომ რომ მოხუცებულია ის, მიღრძოებულია ის, რომელმაც დედა უტირა საქართველოს? საწყალი როგორ აგინა თამარმა და როგორ დაწყევლა მოხუცებული. თქვენ ხო ალაოთ ხო არა გაქვთ მართლა ყველას რა? და მითვლით საყვედურებს პირადში, რომ აიო, მართლა როგორ გამოგივიდაო რა, ძალიან ცუდად გამოგივიდა, შეეშინდათ ჩემი ხალხს. მეც არ მაგინოსო. მოღალატეები ხართ. მოღალატე ხართ ყოველი თითოეული. თქვენგანი ახლა ვინც მიყურებს, მე ჩემი მეგობარი იქნება თუ ვინც გინდა ის იყოს, ვინც ხმას არ იღებს ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც საქართველოს გაუკეთეს უწმინდესად და უნეტარესად წოდებულმა ილია მეორემ, შევარდნაძემ, ჯაბაიოსელმა და მათმა კლანმა. ყველანი მოღალატეები ხართ. ხმას არ იღებთ. აგრძელებთ ისევ ცხოვრებას ამ სისტემაში. მიდიხართ უნივერსიტეტებში, ასწავლით ბავშვებს. მიდიხართ სკოლებში, ასწავლით ბავშვებს. მიდიხართ აკეთებთ გამოფენებს, ვითომ მაგარი ტიპები ხართ. ვის აფენინებთ რამეს? რა შემოქმედება, ბიჭო? საქართველოში გიწამებენ მართალ ხალხს. საქართველოში ქართველს გიკლავენ. ქართველი დედების კისერზე ზიან და ჯიპებს ყიდულობენ რა ქვია მაგას? ჯვირიან ჯიპებს. მილიარდობით ფული შემოდის, აშენებენ ეკლესიებს, არც იცია სად და აშენონ. თქვენ აზრზე მოდით რას ლაპარაკობთ ხალხო? და კიდე მე მსაყვედურობთ, რომ მე ხმა ამოვიღე იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც აგინა საზოგადოებამ და ყველა დაიჭირეს, ჩაალპეს ციხეში, ენა მოაჭრეს, ისინი გაუკეთეს, წამლებით გაჭყიპეს საგიჟეთში. ხალხო, თქვენ კიდე მე მსაყვედურობთ. თქვენ მართლა გამოშტერებულები ყოფილიყართ ამ სისტემის მიერ. ყველა ვინც ხმა, ოდნავ ხმა ამოიღო ილია მეორის გამყიდველის წინააღმდეგ. ყველა ციხეში ამოალპეს და საგიჟეთში ამოალპეს.
თქვენ მე მსახვედურობთ, რომ მე ვერაფერ თითი ვერ დამადეს. თქვენ რას ფიქრობთ, თითი რატო ვერ დამადეს? ბლატნოი ვარ და იმიტომ? თუ ქურდები მიცავენ, თუ პოლიცია და უშიშროება მიცავს. არ გიფიქრიათ მაგაზე, ხო? თქვენ მე მსახვედურობთ, რომ ვწყევლე და ვაგინე ამ დამპალ ადამიანს, რომელმაც საქართველო გაანადგურა? შენ საქართველო არ გიყვარს, ესე იგი. შენ ის უფრო გიყვარს, ჩვენი მკვლელი, რომ 82 წლის არის. იმის ასაკი უფრო გიყვარს. მე როგორ გავლანძღე თურმე ასაკოვანი ადამიანი. ვა, ბიჭო. ვა, ნაზი შამანაური. რამდენი წლის იქნებოდა ახლა? იმის ასაკს რა უხნათ? ზიად განსახურდია რამდენი წლის იქნებოდა ახლა. იმის ასაკს რა გავუთხრათ? ეს ყველა ხალხი ამან რომ მოგვიკლა და იმ ასაკამდე არ მიიყვანა, რომელთანაც თვითონ მიძვრება და მიჩოჩდება და აღარ ვიცი რა უთხრა რა. მძლივს მილივლივებს. იმის ასაკს რაღა უთხრათ ჩვენ, რომლებიც საქართველოსთვის რაღაცას აკეთებდნენ კარგს და ყველა მოკლეს. მაგაზე არ გიფიქრიათ, ხო? იმის საპატივცემულოდ არაფერი აღარ გავაკეთოთ, ხო? არა, არ იმსახურებს, ხო ეს? გინებას და წყევლას. მაშინ ვინ მოკითხოს პასუხი? ღმერთმა? ღმერთმა იქ მოკითხოს პასუხი რო წავა და შენ რას აკეთებ? შენ. როცა გითხრა ღმერთმა და გეუბნება რომ თუ უსამართლობას ხედავ ამხილე. თუ ვერ ხედავ უსამართლობას. არა, ვერ ხედავ უსამართლობას. იმიტომ რომ შენ გგონია რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებ. მიდიხარ ყოველდღიურად უნივერსიტეტში, ასწავლი ლექციებზე ხალხს, ბავშვებს, ყველაფერი აწყობილია ქვეყანაში, პურის ფული გაქვს, ბავშვებს რომ მიუტანო სახში და აჭამო ბავშვებს. ხო, რაღა დავანებოთ რა, დაბერდა ის კაცი. ნუ მოვკითხავთ იმას. მაგის დედავატირე, მეც ვიზავ, გავანადგურებ თლიან საქართველოს და დავბერდები და აბა ერთი რამე გითქვიათ ჩემთვის. ბიჭო, არავის არა გაქვთ იდეა, რას გააკეთებთ? 22-ში 23 მარტს ჯვარზე. იქ რო ვთქვათ დამაპატიმრონ. გაქვთ თქვენ იდეა, რას გააკეთებდით? საინტერესოა რა, თქვენ თუ არა გაქვთ იდეები, მე იქ რა მინდა? იქ რატო უნდა დავდგე? აგერ სახშიც კარგად ვარ და აქ მოდით ჩემთან რა. რა პრობლემა არის? აქ არავინ არ ამიჯაყდება, რატო მოვიდა ამდენი ხალხი შენთანო. გესმის? აი მაინტერესებს არც ერთი ამდენი ხალხი უყურებ და არც ერთ კომენტარი არ დამიწერეთ. რა ხდება? დავიკიდო ესეც? თუ თქვენ გონიათ ნაზი შამანაურივით, ეხლა მე თქვენ გამო ავდგები და თავს დავაჭერინებ ციხეში? არ მოხვიდეთ იქ, არა, არც ერთი არ მოხვიდეთ. მაგრამ მინდა იქ მე ავალ მარტო და მე ვადიდებ ღმერთს. ნუ მოხვალთ არ გადააზიაროთ ეს ვიდეო რა, ძალიან გთხოვთ და არავის არ უთხრათ რომ 21-ში იქ ვარ. არ მინდა თქვენი ნახვა, კაცები. თქვენ ღამაკლი ხართ კი? ვაჰ, ეს რა ხალხია, ღმერთო, ეს სადავართ. როგორ შენო ისეთი გაბრაზებული იყავიო ილია მეორეზეო, პატრიარქი არ ქვია მაგას, ილია მეორეზეო, რომ ვეღარ დაგიკავშირდიო რა, ვიცოდიო რომ ვიჩხუბებდით. რატო უნდა ვიჩხუბო მე ილია მეორესთვის ჩემ მეგობრებთან? რატო თორე კი? და მე რო ილია მეორეს უწყევლე და ვაგინე,
ღირსი არ იყო თუ რა? მაგისი ასაკონობა სულ არ მაინტერესებს რა მე რა. ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება და რაღა ის ვერ გაიგეთ რომ ღმერთის ნებით მოხდა ეს გინებაც და წყევლაც. რა ვერ გაიგეთ ხალხო? ყველაფერი ხო ღმერთის ნებით ხდება. პატრიარქად რომ დასვეს კაკებემ, ეგ ხო ღმერთის ნებით მოხდა. ხო და ესეც ღმერთის ნებით მოხდა რა, რომ ვაგინე და წევლე. თქვენ გონიათ სხვანაირად მოხდა? თქვენ გონიათ ღმერთი მე ძალას მომცემდა? პირი ამომეტრიალებინა რაღაც სხვანაირად თუ არ უნდა ითქვა, თუ არ უნდა არ სულდა ღმერთს რომ ეთქვა ეს? ჰა? ყველაფერი თუ ღმერთის ნებით ხდება, კაცო. ღმერთის ნებით ხდება ზვიადი რომ მოკლეს. ესეც ღმერთის ნებით ხდება, მე რომ ვიგინები. თქვენ რა გონიათ სხვა ვინმე მოქმედებს ჩემით? თუ ილია მეორეს ენით და პირით და იმით მოქმედებს ღმერთი, ჩემით რატო არა? რითი ჩამოუვარდები ილიას მე? აი მითხარით რითი ჩამოუვარდები? რაღაც სკიპტრა არ მიჭირავს ხელში? თუ რაღაც ქუდი არ მადებს თავზე, ოქროს ქუდი. ღვთის წინაშე ყველანი ერთნი ვართ. ასევე პატრიარქი, ვინ არის ეგ ვაფშე პატრიარქი რომ დაირქვა? რატო დაირქვა პატრიარქი? ვინ მისცა უფლება რომ პატრიარქი დაირქვა? არ იცით რომ ჩვენი პატრიარქი ქრისტეა? ხო და მეორე პატრიარქი რაღაცი აი რაში გჭირდება მეორე პატრიარქი გამაგებინეთ ხალხო რა. თქვენ ნორმალურები, აი ნორმალურად მოაზროვნეები, ყველა დაიჭირეს და ციხეში ამონ შიზოფრენი უწოდეს რა. მეც მიწოდეს შიზოფრენი. საპატრიარქოს ფსიქოლოგებმა, მაგრამ თითი ვერ დამადეს. ვერ ფეხები ვერ ღმერთმა დამიფაროს, ვერ მომჭამეს. მადლობა უფალს. განა არ გიწერია თქვენ წინასწარმეტყველებაში რომ იმას ვერ დამალავენო? თამარს ვერ დამალავენო, არ გიწერიათ? ხო და მეც თამარი მქვია რა, რომ იცოდეთ რა. და რაღაცა გამოფხიზდით ცოტა კაკულიას წინასწარმეტყველებებს რო უჯერებთ. ბიჭო, რაღაც კაკულიას წინასწარმეტყველებებს დაუჯეროთ, აგერ ვაჟა-ფშაველასაც წინასწარმეტყველებები ქონია. და ბერ გაბრიელსაც. არ იცით თქვენ რომ იმ ქალს ვერ დამალავენ? ჰა? ხო და ამ ქალს ვინ ალაპარაკებს მერე? ჩემი ენა? ხო და რასაც ეს ქალი ამბობს? კი ნუ განიკითხავთ. გამოფხიზლდით ხალხო? გამოფხიზლდით, თორე ბოლო შანსი გაქვთ რა. ნაზი შამანაური სიკვდილი გაპატიათ ღმერთმა. იმ ბიჭის სიკვდილი და დახვრეტა გაპატიათ ღმერთმა იმ მღვდლის სიკვდილი, რომელმაც ის გაიტაცა. კი არ გაიტაცა, გაყვა იმ ხალხს, ვინც თვითონავი გაიტაცა. ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავის სიკვდილი გაპატიათ ღმერთმა. ამას აღარ გაპატიებთ, გესმის? აი ამ ქალს რომ რამე მოუვიდეს, ხო? ბოლო შანსი გაქვთ თქვენ იცოდეთ რა? ამას აღარ გაპატიებთ. აქ გცდით ღმერთი, ხართ თუ არა იმის ღირსი რომ თქვენ დაიმსახუროთ. თქვენი ვენახი. თუ მოიყვანოს სხვა მე ვენახე და დააყენოს აქ განმგებლად. აღარ გაპატიებთ, ეს არის ბოლო შანსი, თქვენი ბოლო შანსი. რომ ადამიანი რომელიც სიმართლეს საუბრობს, ой, იგინა. რა ნაზი შამანაურმა რო არ იგინა, იმას ხო კარგი უქნეს. ნაზი შამანაურმა რო არ იწყევლა, იმას ხო კარგი უქნეს. და ზვიადიმ და კოსტავამ რო არ იგინეს და არ იწყევლა, იმათ ხო კარგი უქნეს. სამხელი უნდა ამხილო, ისე როგორც საჭიროა. ყველა რჩეული გააქტიურდება და თუ რჩეულები აღარ არიან და თუ რჩეულებმა დაკარგეს თავის რჩეულობა, დამერწმუნეთ რა, ამ ქვეყანას სხვა მევენახე დაეპატრონება. მე როგორც წავედი და მოვედი, როგორც გამიყვანეს და მომიყვანეს,
ისევე გავაგრძელებ ცხოვრებას, გამიყვანენ თუ მომიყვაnen, გესმის? ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე გამიყვაnen ამ ქვეყნიდან, ამ სოფლიდან, თუ ისე მომიყვაnen. მაგრამ მე გეუბნებით ერთს რა. წმინდანები არ ჩამოდიან 5000 ჯერ. რომელი წმინდანი ამბობს, რომ მე ვარ ეს წმინდანიო, აბა მითხარით. ყავთ დღეს ვინმე წმინდანი, რომელიც გეუბნებათ, რომ მე ეს წმინდანი ვარო? სახელს და გვარს ასახელებს? რომელი არის დღეს წმინდანი, რომელიც ხმამაღლას საუბრობს? რომელიც ამბობს, რომ მე ვარ ეს და ეს წმინდანი და ვამხელ ამას და ამას? ყავთ ვინმე? იცნობთ ვინმეს? თუ ბოლო ჟამი გონიათ, როდის სადღაც მოხდება იქ მომავალში. ახლა და ამ წამს ხდება ბოლო ჟამი. იმიტომ რომ ახლა და ამ წამს იცხოვრეთო, ქრისტე გეუბნებათ. ახლა და ამ წამს შეგიძლიათ მოახდინოთ ბოლო ჟამი. ის კი არა, იუდეველი ურიებისგან მადლობა მიიღოთ, რომ რა კარგები ხართ, რომ გადადეთ ბოლო ჟამიო. ყოჩახთ ქართველებო, ტას რო გიკრავენ და თქვენ ცხრებივით, რომ დაგლოცეთ მამაო, დაგლოცეთ მამაო. არც ერთ ადამიანს არ აქვს იმის უნარი, რომ ამხილოს ილია მეორე, ისე როგორც მე ვამხილე. და ეხლა ვიღაცა გამომიხდება, რომ თორდიაც ამხელს ეგრე და ისიც რა თორდია ამხელს? სად ამხელს თორდია, აბა? ესე ოდნავ რომ მოიხსენიებს რაღაცნაირად? ჩემნაირად ვინ ამხილა ილია მეორე? ჩემნაირად ვინ ამხილა ილია მეორე? მითხარით რა? და ვინ დაიარება გარეთ? დაუცველად. მითხარით, აი დამიდეთ წინ, ვინ დაიარება გარეთ, ვინც შემნაირად ამხელს ილია მეორეს. მოიპოვება საქართველოში ვინმე, ვინც შემნაირად ამხელს ილია მეორეს? და არ გიხარიათ ეს საკითხი? თუ ის საწყალი ილია, რომ ვაგინე და ვწყევლე? ის საწყალია და მე არა, ხო? და მაგის ასაკს რა ვკითხოთ? მაგის გამო რომ ხალხი წასულია საზღვარგარეთ და წელებზე ფეხს ხან კუბოები ჩამოაქვთ, ჩამოასვენებენ ხოლმე მის ცხედრებს. იმათ რა უთხრათ? იმათ შვილებს რა უთხრათ? 170,000 ოჯახია დანგრეული. აგზავნიან აქ ფულებს და ამ მაგათი შვილები კიდე იმ ფულებით ნარკოტიკში ლტებიან. იმათ რა უთხრათ, მითხარით? უწმინდესი და უნეტარესისთვის ილყოცონ? როგორც მთელი ერი დააყენეს და ალოცინებენ ამ დამპალი კაცისთვის? თუ არ გეცოდებათ ის ხალხი, რომელიც საზღვარგარეთ არის წასული და სისხლის ფასად შოულობს ფულს, აქ აგზავნის და აზრი არ არის, რომ აქ თავისი შვილი ნარკოტიკში მოიხმარს. და ეს ნარკოტიკი ვისგან შემოდის, ისევ და ისევ შავი კაბებიანებისგან, რომლებიც ვითომ და ღვთისმსახურები არიან. იმათ რა უთხრათ მაშინ? საწყალი ილია, ბებერი კაცი როგორ შეაგინა თამარმა. ჩამოვედი და ვინც ვნახე, ყველას შიში შეპარვია. ყველა ჩაჯდა სისტემაში და თავი ვერ დაუხსნია. აღარ იცის რა უნდა ქნას, რით გამართოს საქართველო,
ყველა ერთი ნაგავია, ვინც ვერ იცავს თავის ლელოს. უი, რა მაგარი ლექსი დაიწერა. ხალხო, აი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით რა. არ გაქვს უფლება, რომ მე დამადანაშაულო იმაში, როგორ ვაგინე და ვწყევლე ილია. მაგრამ გაქვს უფლება შენ თავად ამხილო ილია. იცით რატომ? იმიტომ, რომ ბოლო ჟამია. არ გააკეთებ, იმიტომ რომ შეგეშინდა? იმიტომ რომ ვითომ პატივი ეცი სატანას? შენ არ იცი რომ ქრისტე გეუბნება ორ ბატონს ერთად ვერ ემსახურებიო? ხო და შენ რომ ქრისტეს ტიტული დაგაწერა ილია მეორემ და შენ კიდე მე მეუბნები ბიჭო რომ რატო აგინეო? რატო წყევლეო? შენ ქრისტეს წინაშე რო წარსდგები, შენ გონია პასუხს არ მოგთხოვენ ამისთვის? თუ შენ გონია რომ პასუხს იმისთვის მოგთხოვენ რომ აი თამარს რატო არ გაუბრაზდიო ილია მეორე რო აგინაო? შენ მაგისთვის მოგთხოვენ პასუხს? არა, მეგობარო, იცი რისთვის მოგთხოვენ პასუხს? როდესაც მელქისედეკის წესით საუკუნო დაუსრულებელ პატრიარქად იქცა ქრისტე თავისი ჯვარცმით და ამაღლებით მოდის შენს სახელმწიფოში ვიღაცა და თავზე იდებს გვირგვინს და ირქმევს ქრისტეს ტიტულს უწმინდეს და უნეტარეს და შენ ამაზე ხმას არ იღებ და შენ ამბობ რომ საწყალი სატანა რომელიც ასაკშია შესულიო, შენ რამხელა პასუხს მოგთხოვენ, იცი? როდესაც ღმერთის წინაშე წარსდგები? იცით რამხელა პასუხისმგებლობა არის ეს შენ რომ ხმას არ იღებ შენს ქვეყანაში ანტიქრისტე ზის და ქრისტეს ტიტული აქვს მიწებებული. შენ იცი რას მიიღებ? ცეცხლში დაიწვევი. და მე როგორც მარტორქიანი ცხვარი, როგორც ენოქის წიგნში არის მოთავსებული, დაუწყებს ამათ ურჩობას და ვერავინ ვერ გაამტყუნებს ამ ცხვარს. დაჯდებიან და საბჭოები შეიქმნება თუ როგორ მოიშორონ ეს ერთქიანი ცხვარი. მაგრამ არავის არ ექნება ხელი მასზე. თვით მამაზე ციერი ჩამოვა და განიკითხავს იმ საკითხებს, განიხილავს იმ საკითხებს, რაც ხდება და ამ ერთქიან ცხვარზე ხელი არავის არ ექნება. თვით მამაზე ციერიც კი ვერ უპოვის ხინჯს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთქიანი ცხვარი ერჩის ამ მტაცებელ ცხოველებს და მწყემსებს, რომლებიც არიან დაწესებული დედამიწაზე ცხოვრების სამწყევსავად, წყემსებად და რომლებიც მტაცებელ ცხოველებზე მეტ ცხვარს იტაცებენ. ამათ წინააღმდეგ აღდგება ეს ერთქიანი ცხვარი და დედას კი არ აგინებს და წყევლის კი არა, ცეცხლი გამოვა მისი პირიდან და ყველანი დაიხოცებიან, ვინც კი მის წინააღმდეგ რამეს იტყვის და რამის გაკეთებას მოინდომებს. შენ გონია ეს სხვა დროში იქნება სადღაცა ზღაპრებში? ეს ეხლა და ამ წამს, ამ დროს, ამ წამს, ახლა და ამ წამს. და შენ თუ არ გჯერა ამის, მაშინ შენ ძალიან ღრმად გძინავს. და შენ თუ კიდე სხვა დროს ელოდები, მაშინ შენ დღემეხვალი ეკაცივით ხარ. და შენ თუ წარსულში ხარ ჩარჩენილი, მაშინ შენ არაფრის მაგნისი ხარ. თუ ახლა და ამ წამს ვერ გაითავისე რა ხდება. ახლა და ამ წამს, აქ და ამ სივრცეში.
ლუგულ ვაკადლე ილია მეოლეც უწმაწული სიტყვები ჩაკალებო როგორ გამოშტერდა ეს ხალხი ღმერთ ბუმ 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 ცემოიხა ჩემი თავი თამარ როგორ აკადრე ტუჩებში უნდა გცხო როგორ აკადრე თამარ როგორ აკადრე აბა თქვენ არაფერი გაქვთ სათქმელი დღეს? მარტო მე ვისაუბრე? აი. ჩემი სათქმელი თქვი? თქვენ კიდე იფიქრეთ. აი. წავედი. ცილებისა ყველას.